მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როგორც ყოველ სამუშაო დღეს, როდესაც ჩვენ დილით ერთმანეთს ხვდებით, მე გეტყვით თავარ ფრაზას. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. საუბრობთ ადამიანზე, იმიტომ რომ ადამიანია მთავარი ფასეულობა. საუბრობთ ადამიანზე, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი, როგორც ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. საუბრობთ ადამიანზე, იმიტომ რომ სწორედ ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი და ყველაზე მთავარი სათქმელი, რომ ადამიანი არის ერთი მთლიანი განუყოფელი და ამავე დროს არის ნაწილი იმ სამყაროსი, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს არსებობა. რასაკვირველია, ჯანმრთელობაზე საუბრისას არასდროს გვავიწყდება, რომ ჯანმრთელობა მრავალ წახნაგს გულისხმობს და სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა ქმნის იმ მთლიანობას, რომელიც ჩვენთვის შესაძლებლობა, ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი სამყაროში და მოვახერხოთ თვითრეალიზაცია. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს არსებობაზე, აუცილებლად ვიყენებთ ხოლმე სიტყვათა შეთანხმებას ცხოვრების წესი. ზოგჯერ ზედმეტად გაცვეთილიც გვეჩვენება ეს კომბინაცია სიტყვებისა, ცხოვრების წესი, მაგრამ არის თუ არა ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელი, რომ ცხოვრების წესი ცარიელი სიტყვები კი არ არის, არამედ კონკრეტული ფაქტორების ერთობლიობა. დიახ, ეს მართლაც ასეა. როდესაც ცალკე საუბრობთ კვებაზე, საუბრობთ ფიზიკურ აქტივობაზე, ძილზე, ცხოვრების წესი ზუსტად ის ქოლგაა, რომელიც ყველა ამ ფაქტორს აერთიანებს და ამ ჩამონათვალთან ერთად, რომელიც გულისხმობს, როგორც უკვე მოგახსენეთ, კვებას, ძილს, აქტივობას, ჰიგიენას, სტრესის მართვას, თქვენ წარმოიდგინეთ განათლებას, აუცილებლად გულისხმობს ადამიანის სქესობრივ ცხოვრებას. დიახ, სქესობრივი ცხოვრების კულტურა, სექსუალური ურთიერთობის კულტურა არის ჩვენი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი და აქ როგორც არც ერთ სხვა შემთხვევაში აუცილებელია განათლებასთან მისი დაწყვილება. განათლების გარეშე წარმოუდგენელია ამ კულტურის ჩამოყალიბება და რატომ შეიძლება ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყოს ზაფხულში და რატომ შეიძლება ეს ყველაფერი მოგზაურობას დაუკავშიროთ, ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ და ვისაუბრებთ ყველა ასაკის ადამიანის საყურადღებოდ, თუმცა საგანგებოდ ახალგაზრდებისათვის ჩვენი გადაცემის მეგობართან და გულშემატკივართან ერთად, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ, იგი გახლავთ დერმატოვენეროლოგი ბატონი ვახტანგ კვირკველია. დილამშვიდობისა ბატონ ვახტანგ. დილამშვიდობის. მოგზაურობთ. მიხარია თქვენთან თანამშრომლობა და მიხარია თქვენთან სტუმრად მოსვლა. მადლობა. და როდესაც ჩვენ საუბრობთ თანამშრომლობაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ჩვენი არაერთი შეხვედრა, რომელიც ყველა შემთხვევაში ეხებოდა ადამიანის ცხოვრების წესის ისეთ ფაქტორს, როგორც არის სქესობრივი ურთიერთობა. რატომ? იმიტომ რომ თქვენი პროფესიული საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი ცხადია დერმატოლოგიასთან ერთად გულისხმობს სქესობრივი გზით გადამდებთ დაავადებებს. და ბუნებრივია, რომ თქვენ ამ თემაზე ისაუბროთ როგორც ექიმა, მაგრამ მეორე მხარია მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა. რატომ ვუკავშირებთ ზაფხულს, რატომ ვუკავშირებთ მოგზაურობას და რას ცვლის თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც მიგრაციული პროცესები პრაქტიკულად არნახულ მასშტაბებს იძენს, რატომ გახდა აქტუალური ზოგადად სქესობრივ ცხოვრებაზე ასე საუბარი. რა თქმა უნდა, დაავადებებთან ცოტა მოგვიანებით მივალთ, მაგრამ მოდით აი ჯერ ზოგადად ვთქვათ ამის შესახებ. კი ბატონო, აუცილებლად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევის, რომ ასე ფართოდ აჩუქებთ ხოლმე ამ საკითხებს. აქ არის გადამწყვეტი სწორი და დროული ინფორმირება მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების. იმიტომ რომ ინფორმაცია შეიძლება ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა მის მომავალ ცხოვრებაზე და შეიძლება გადარჩეს ძალიან დიდ პრობლემებს, რომელიც შემდგომში ხანდახან უკვალოთაც ვერ გაქრება, რაც არ უნდა კარგ სპეციალისტთან და წამყვან კლინიკაში მოხდეს. ამიტომ ასეთი ინფორმაცია არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რატო? რა თქმა უნდა, სქესობრივი ცხოვრება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარე ადამიანის ნორმალური ცხოვრების, რასაც ქვია ჯანმრთელი ცხოვრების წესი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ესეც უნდა იყოს ჯანმრთელი, ანუ სქესობრივი პარტნიორი უნდა იყოს ჯანმრთელი. და სამწუხაროდ ჩვენ დარგში, ანუ რასაც ქვია სქესობრივი გადამდები ინფექციები, დაახლოებით 70%-მდე ეს დაავადებები მიმდინარეობს ფარულად. შესაბამისად, ადამიანი არის ვიზუალურადაც არანაირი გამონაყარი, არაფერი პრობლემა მას არ აქვს, თვითონაც არაფერი სტკივა, ანუ
თვითონაც არის სქესობრივი პოტენციის თვალსაზრისითაც არ აქვს პრობლემა. ანუ თვითონ არის პრაქტიკულად ჯანმრთელი, არადაირი პრობლემა არ აქვს და რა თქმა უნდა ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით. შესაბამისად, შეიძლება ის არ არის უპასუხისმგებლო და არ უნდა რომ ვინმე ზიანი მიაყენოს, მაგრამ თვითონაც არის ის რომ მასში არის რაღაცა საფრთხე, რომელიც ხვის საერთაშორისო წარმოადგენს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ჩვენ გეგმავთ რამე მოგზაურობას, როდესაც ჩვენ გეგმავთ სადმე სტუმრად წასვლას და ასე შემდეგ, ჩვენი ცხოვრების წესი ყოველთვის იცვლება. ყოველთვის ახალ გარემოში, როცა გვინდა დასვენება, რელაქსაცია, ну იგივე და გვინდა ახალი ემოციები და ახალი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, გულისხმობს თავისთავად, რომ ახალი პარტნიორით საინტერესოა ყოველთვის და გვინდა რაღაც ახალი გამოცდილება და ახალი ურთიერთობები. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ რა შეიძლება მოყვეს მას და როგორ ავიცილოთ თავი სუდი გართულებისაგან. და რო სიამოვნება დარჩეს სიამოვნებად და არა მე არ გახდეს უდიდეს პრობლემა თუ მე თავბედი არ ვიწყოთ რომ და საერთოდ არ წავსულიყავი დასვენებლად. ამიტომ არის კარგი რომ ყველა მიცოდეს რომ რა ხიფათი შეიძლება მოყვეს ასეთ ასე ვთქვათ შემთხვევით სასიამოვნო წუთებს რომელიც უკვალოდ არ დარჩება და სამწუხაროდ შეიძლება ძალიან ნეგატიური გავლენა ქონდეს ცხოვრების ხარისხზე. რამდენიმე საკითხი წამოიჭრა ერთდროულად თქვენი საუბრის დროს და ახლა მაყურებელი, ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ალბათ ფიქრობს, რატომ შეიძლება ეს თემა იყოს განსაკუთრებით აქტუალური თანამედროვე რეალობაში, მოგზაურობასთან, იგივე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. ჩვენ დავაღიაროთ, რომ თვითონ ქცევის წესები ძალიან შეიცვალა და სექსუალური ცხოვრება ძალიან, სქესობრივი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ჩვენ ამაზე გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით, კადრს მიღმა და მაყურებელს უნდა გავუმხილოთ, რომ რეალური სურათი განსხვავებულია და თქვენ სპეციალისტები, ამ დარგის სპეციალისტები ამას ძალიან კარგად ხვდებით. თუ ჩვენთვის სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი, ან პარტნიორების ცვლილება განსხვავებულად აღქმადი საკითხი იყო, თუნდაც 10 წლის წინ, თუნდაც 5 წლის წინ, დღეს ჩვენ სხვა რეალობის წინაშე ვართ, როდესაც ახალგაზრდები შთაბეჭდილებების ძიების დროს, მაგალითად ნებისმიერ შემთხვევაში გულისხმობენ ახალი კულინარიული შთაბეჭდილებების მიღებას, ახალი კულტურული, ვთქვათ, გამოცდილების მიღებას, ეს იქნება არქიტექტურა, იქნება სხვადასხვა კულტურული კერა, ლიტერატურა, მუსიკა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ამ შთაბეჭდილებათა შორის, რაზედაც თქვენ ხაზი გაუსვით, შთაბეჭდილება, რომელიც ახლავს ახალ პარტნიორებს და შთაბეჭდილება, რომელიც ახლავს უცხო ქვეყანაში მიღებულ სქესობრივ გამოცდილებას, სექსუალურ გამოცდილებას. აი, აქ დგება თავარი საკითხი განათლებასთან დაკავშირებული, რომელიც ასევე ცალკე გამოყავით თქვენ, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმირება აი ასეთი გაფართოების დროს, ასეთი გლობალიზაციის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და შეიძლება აღმოჩნდეს თავარი თავდაცვითი ბერკეტი. მით უფრო რომ ამ დაავადებებზე თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა ახსენეთ, სივერაგე დადასტურებული არის ჩუმად, წყნარად და მისი დამაზიანებელი ეფექტი ვლინდება მოგვიანებით. დღეს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ქოლგა ძალიან დიდია. თუ აქამდე ვამბობდით და თუნდაც ჩვენი სტუდენტობის დროს ცალკე იყო ვენერიული დაავადებები, ანუ სიყვარულის ქალღმერთ ვენერასთან ასოცირებული. ძალიან გაფართოვდა. ამიტომ მოდით გავახსენოთ საზოგადოებას, რას გულისხმობდა ვენერიული დაავადებები და ამ ვენერიულ დაავადებებთან ერთად კიდევ რა დაავადებები აღმოჩნდა იმ დიდ ჯგუფში, რომელიც აერთიანებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. ნუ ვენერიული დაავადება თავისთავად ტერმინი ქალღმერთ ვენერასთან არის კავშირში და რაც მაშინ ცნობილი იყო ოდითგანვე, იმიტომ რომ დაავადებები ახლები არ არის, უბრალოდ გაუმწვევი არ ვიცოდით, სიფილისი, რბილი შანკრი, გონორეა, რომელიც გადადიოდა, რომელიც თანსდებდა სიყვარულს, ანუ სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ვითარდებოდა ეს დაავადება. აქ ერთად თავი მოიყვანეს მარტო ერთი პრინციპით, რომ ეს ყველა დაავადება ვითარდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. რაც უფრო ვითარდება მედიცინა, უფრო გამვითარდა, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკის მეთოდებით, მე ვერ ვიტყვი რომ ეს ბაქტერიები და ის ახალ წარმოქმნებს წარმოადგენენ, უბრალოდ მათი აღმოჩენა იდენტიფიკაცია მოხდა. ადრე მაგათად დიდი დავა იყო, რომ თქო სიფილისის სტადია ეგონათ გონორეა. რო ერთი და იგივე დაავადება, რომ მეჯერ გონორეით იწყება, სხვა ფაზაში და სხვა შეიძლება ძალიან ისეთი ცუდი მაშინ მოხდა, რომ მეცნიერები თავის თავზე ცდიდნენ ხოლმე.
და დავადებული პირის, გონორით დავადებული პირის ჭირკი შეიყვანა ერთმანეთსთან თავის ორგანიზმში და აღმოჩნდა, რომ მას სიფილისიც ჰქონდა. და ზუსტად გონორიის შემდეგ გამიტარდა სიფილისის სიმპტომები. ეს ისე ისტორიული თერაპია დამავნებელი იყო. ძალიან დამავნებელი იყო. ამიტომ ვიდა დღეს უბრალოდ გამიტარდა დიაგნოზის მეთოდები და უკვე ბაქტერიების სპექტრი არის ძალიან დიდი, არის ვირუსების სამწუხაროდ ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც დღესაც ვირუსი პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ მისი განადგურება რთული არის. და აღმოჩნდა სქესობრივი გზით გადამდებ ჯგუფში მოხდა. ანუ ერთადერთი, რაც გამოერთიანება ეროს სქესობრივი კონტაქტი არის მათი გადაცემის ძირითადი გზა. სხვა გზა თითქმის არ არსებობს. ნუ არის კიდე რა თქმა უნდა დედი-და-შულზე ორსულობის პერიოდში სისხლის გადასხმით, მაგრამ დღეს უკვე მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზეა, რომ უსაფრთხო სისხლის პროგრამა როცა ამას დიდ ბარიერს წარმოქმნის, რომ ვინმე ინფიცირებული სისხლი არ გადაუსხათ, ორსულთა მონიტორინგი არსებობს სოფლიოში ყველგან, რომ ორსული ქალი პირველ დრიმესშივე როცა მიდის გინეკოლოგ და შემოწმება ხდება სქესობრივი გადამდებარე ინფექციებზეც, პირდაპირ ყოველგვარი ჩვენების გარეშე, საწოლ აქაც მეტნაკლებად მოწესრიგდა. ანუ რჩება ერთ-ერთი გზა სქესობრივი გზით გადადება. რაც უკვე ჩვენზეა დამოკიდებული და თქვენ ძალიან კარგად შენიშნეთ ზუსტად ადამიანის ქცევაზე. ჩვენ გავიზარდეთ იმ ეპოქაში, სადაც ახსნა ძალიან შეზღუდულად ხდებოდა. იყო რა ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება. და არც უნდა დაგესვა კითხვა, რატო? ეხლა არის თავის, აი როგორც სიტყვის თავისუფლება. კი ბატონო, შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამას უნდა ცოტა გამითარება მეტი ინტელექტი, რომ სხვა არ დავაზიანო, ხო? ჩემი ფრაზითან შეურაცხყოფა არ მივიღო. ისევეა. სექსი საბჭოთა კავშირში არ არისო, ხო? უბრალოდ არ არისო. არის რა თქმა უნდა და იყო, მაგრამ ეხლა უნდა მივცეთ ინფორმაცია, რა შეიძლება მოყვეს სქესობრივ კავშირებს, რამდენად საჭიროა სხვადასხვა რაოდენობის სქესობრივი კონტაქტები და ასე შემდეგ, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს მანამ ვიდრე დაიწყება სქესობრივი ცხოვრება, სკოლებში ამის შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, სხვადასხვა მეთოდოლოგიის, არასწორი მეთოდოლოგიის გამო, ზოგჯერ იყო პირდაპირ გადმოთარგმნილი, ზოგჯერ არასწორად დამუშავებული და ამიტომ ბევრ წინააღმდეგო შეხვდა. ამიტომ დავჭით ისევ რომ თავისუფლება გვაქვს, მაგრამ არ ვიცით როგორ სწორედ გამოვიყენოთ, როგორ გამოვიყენოთ. ზიანი არ მივაყენოთ ჩვენ თავს. აი ეს არის ძირითადი პრობლემა, რის წინაშე დღეს ვართ. ამიტომ არის ესეთი გადაცემები, აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ჩვენგან მაინც რაღაცა გაიგონდა, მე ინტერნეტში უფრო მოიძიებენ და ან ვინმეს კითხავენ ასე. ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ მაპროვოცირებლები საზოგადოებისთვის, რომ ამ თემაზე ვიფიქროთ. ეს არის ყველაზე რო კითხვა დასვან თავის თავს დაუწყო კითხვა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას გადაცემის ისტორიის მანძილზე ყოველთვის ვაკეთებთ და მე ძალიან მეამაყება ის ფაქტი, რომ საზოგადოება ძალიან გაგებით, ადეკვატურად ყოველთვის ხდებოდა და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ეს თემები გაღიზიანებას იწვევს. შეამოწმეთ კომენტარები ჩვენს გადაცემასთან. არასდროს საზოგადოებას არ ქონია რისხვა და აგრესია ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ ამაზე საუბრობთ ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე და თქვენ ვირუსები ახსენეთ, მე ვისარგებლებ შემთხვევით. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ისეთი ვირუსები, როგორიც არის ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალო ვირუსი, B ჰეპატიტის გამომწვევი, ეგრეთ წოდებული B ვირუსი, C ჰეპატიტის გამომწვევი C ვირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის გამომწვევი ვირუსი, პაპილომა ვირუსი. ეს დაავადებები ახლა უკვე არის სქესობრივი გზით გადამდებარე დაავადებათა ჯგუფში და მე ვისარგებლებ შემთხვევით ვიდეო რჩევას გაგახსენებთ, რომელიც ჰეპატიტებს უკავშირდება. ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების გზები. ვირუსული ჰეპატიტები ინფექციური, ანუ გადამდები დაავადებებია. ვირუსს შეიცავს ავადმყოფის ყველა ბიოლოგიური სითხე: სისხლი, ნერწყვი, სპერმა, საშოს შიგთავსი, განავალი, შარდი, ცრემლი. B ან C ჰეპატიტი გადაეცემა ბუნებრივად სქესობრივ პარტნიორს, დედიდან შვილს. ან ხელოვნურად ინტრავენური ნარკომანიის, სისხლის გადასხმის, სტომატოლოგიური პროცედურის, ქირურგიული манипуляციის, პირსინგის, სვირინგის, მანიკურის ან პედიკურის დროს. თქვენ B ან C ჰეპატიტის რისკის ჯგუფში ხართ თუ არ იცავთ თავს სქესობრივი კონტაქტისას. გყავთ ერთზე მეტი პარტნიორი. გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადება. ხართ ნარკომანი და იყენებთ მეგობრობის შპრიცებს. მუშაობთ სისხლთან ან სისხლის პრეპარატებთან. მჭიდრო კონტაქტი გაქვთ დაავადებულთან. იყენებთ სხვის პირად ნივთებს, კბილის ჯაგრის, საბარს. იტარებთ სხვადასხვა სამედიცინო манипуляციას. შედარებისთვის A ჰეპატიტი გადაეცემა დაბინძურებული წყლით ან საკვებით, ჭუჭყიანი ხელებით.
პირდაპირი და არაპირდაპირი კონტაქტით, ანუ საყოფაცხოვრებო გზით. A ჰეპატიტის რისკის ჯგუფს წარმოადგენენ სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები. გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. როდესაც ჩვენ საუბრობთ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ვისარგებლებთ შემთხვევით, იმიტომ რომ ივლისში საგანგებოდ მთელი თვე, შემდეგ მთელი კვირა და ერთი კონკრეტული თარიღი ეძღვნება ხოლმე ჰეპატიტების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ჩვენ ვისარგებლეთ შემთხვევით, ამ შემთხვევაში გაგახსენეთ, რომ ჰეპატიტები B და C, ანუ სისხლის გზით გადამდები ვერსიები ჰეპატიტისა, გადის სწორედ იმ დაავადებათა, იგულისხმება იმ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელსაც ქვია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ბატონო ვახტანგ, როდესაც ჩამონათვალი შეიცვალა, როდესაც დამოკიდებულება შეიცვალა, ჩვენ ცოტნეთ შეიცვალა თქვენ თავად ბრძანეთ, უხშირესად ჩვენ უკვე ვიცით ბრალდებული, რომელიც ან ბაქტერია, ან ვირუსი, რომელიც დგას ამ დაავადების უკან. შეიცვალა თუ არა დაავადებების გავრცელება და თუ გადავხედავთ ახლა ახალგაზრდებს, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით აღმოჩნდებიან თქვენთან როგორც სპეციალისტთან. ყველაზე ხშირად რომელი პრობლემა აღმოჩნდება სქესობრივი გზით გადამდები? დღეისათვის, როგორც ჩვენთან ისევ თესლოფლიოში, ყველაზე ხშირი არის ვირუსული ინფექციები, რომელიც გადადის სქესობრივი გზით. აი, ყველაზე ხშირი არის ადამიანის პაპილოვირუსი, რომელიც ძალიან ბევრი სეროტიპი, ახლა ტერმინებით არ დაგღლით, მაგრამ უბრალოდ აი ეს არის ყველაზე გავრცელებული. მარტივი გერპესის ვირუსი, რომელსაც უბრალოდ ქვია მარტივი, თორე სხვადასხვა ამას სერიოზულად არ აღიქვამენ ხოლმე სქესობრივი გზით საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეიძლება შექმნას ადამიანის ცხოვრებისთვის და თანაც ეს არის ის ვირუსი, რომელიც თუ შეეყარ ადამიანს, მთელი ცხოვრება რჩება მის ორგანიზმში. მისი ელიმინაცია, ანუ განდევნა ორგანიზმიდან შეუძლებელია. შესაბამისად, თუ ჩვენ მეტაკლი ახლა ბაქტერიას მიმართ რეზისტენტობაც არის ანტიბიოტიკის, მაგრამ მოვლადია, ანუ ბაქტერიის განადგურება შეგვიძლია. და ვირუსი, როგორც ვიცით, ახლა ჩვენ რომ მაყურებელს ვაუხსნათ, არ არის ცალკე დამოუკიდებელი მიკროორგანიზმი და შესაბამისად, რაიმე ესეთი შხამი, რომელიც მოკლავს ამ ვირუსს და არავნებს ადამიანს, დღემდე დიდ პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ კი მართავთ, რომ აი როგორც შიცი იმართება, რა თქმა უნდა, აღარ ავიკვდება შიცის ვირუსისგან და თითქმის ჯანმრთელია სრულიად, მაგრამ მუდმივად მედიკამენტოზური ჯარევის ქვეშ არის. ისევე გერპეს ვირუსსაც მართავთ, რა თქმა უნდა. თუ გართულებებია მკურნალოდ, მაგრამ ვირუსი არ კვდება. ეს გერპეს ვირუსი რჩება მთელი ცხოვრება. შესაბამისად, ჰერპეს ვირუსის მატარებელი ადამიანი თავისი სექსუალური სქესობრივი პარტნიორისათვის საფრთხეს წარმოადგენს. საფრთხეს წარმოადგენს და თანაც აი ისევ და ისევ ხაზგასმით, რომ გამავრცელებელი არის უსიმპტომო პაციენტი. პაციენტს, რომელსაც გამონაღარი წყლულები აქვს, ტკივა თვითონ ან სხვადასხვა სახის ლაქები, ამ დროს სქესური კავშირი თვითონ იკავებს თავს. ანუ ეგრეთ ხდება რომ რაღაც პრობლემაა და იგივე ვიზუალურად არავის არ უნდა ხო რაღაც საშინელი გამონაყარი ქონდეს მის პარტნიორს, მაგრამ ესეთი ასე ვთქვათ ფიზიკურად თითქოს ჯანმრთელი ადამიანი რომელიც არის მატარებელი ინფექცია, აი ზუსტად ის არის გამავრცელებელი. იგივე გერპეს შემთხვევაშიც ფარული მიმდინარეობების დროს რა თქმა უნდა ვირუსის რაოდენობა ნაკლებია, მაგრამ მაინც საკმარისია იმისაც რომ მოხდეს პარტნიორის ინფიცირება. და განსაკუთრებით საშიშია ყოველთვის პირველი ეპიზოდი შეხვედრის და ეს ეხება იგივე ორსულობისას, მშობიარობისას თუ ბავშვს გადაედება ძალიან ცუდი გართულებები შეიძლება მოყვეს და ნაყოფის სიკვდილითაც კი დამთავრდეს სამწუხაროდ, ამიტომ საკეისრო კვეთა არის პირდაპირ ჩვენება, როცა აქ ადამიანს მორეციდივე გერპესი, პირველი ეპიზოდი ორსულობის დროს შეხვდა, ამ დროსაც შეიძლება სერიოზული გართულებები მქონდეს. ანუ არ არის ესეთი მარტივი ინფექცია და ჯობია თავი დავიცვათ და ავირიდოთ და არ დაგვემართოს, ვიდრე შემდეგ ესეთი გართულებების წინაშე ავუჩნდეთ. აი ეს ისტორიული ჯგუფი, ვენერიული დაავადებების, რამდენად ინარჩუნებს აქტუალობას ახალგაზრდებში? არის გავრცელებული, მაგალითად ჩვენს პოპულაციაში, საქართველოში? კი, ერთადერთი ისტორიული ჯგუფი და რბილი შანგრი, რომელიც არ გვხვდება არც ევროპაში და არც საქართველოში, ერთადერთი. თორე აი ძველი წარმოადგენლებიდან იგივე სიფილისით საკმაოდ გავრცელებულია სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში მატება აღინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ინკურნება ძალიან კარგად. თითქოს ინფორმაციაც მეტი აქვს. ინფორმაციაც მეტი არის და თანაც აი ზუსტად ესეა, რომ რეზისტენტური ფორმა, თქვათ ანტიბიოტიკის მიმართ სიფილისი არ არსებობს. ესე იგი მთავარია უბრალოდ რომ დადგინდეს, რომ აქ სიფილისი. მაგრამ საქმეც ეს არის, რომ მიმდინარეობს წლების განმავლობაში სრულიად ფარულად, ადამიანს არაფერი არ აწუხებს და ვლინდება უკვე, თქვათ, სიბრმავე შეიძლება განვითარდეს, ან ფსიქიატრიაში მოხდეს ადამიანი, ან აორტის ანევრიზმა და ასე შემდეგ. აი ეს არის პრობლემა ძირითადად, რომ
ძალიან გვიან ვითარდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები დაასახელეთ, როდესაც ადამიანს მხედველობის პრობლემები ექმნება, ის არ იფიქრებს, რომ ეს შეიძლება სიფილისანი იყოს, ათაშანგთან იყოს ქართულად ასე, ხო, ძველი სახელწოდება. თუმცა სიფილისის მიღებულია მიღებული ტერმინია, მაგრამ აი რაღაცნაირად ათაშანგი კი ბატონო. ათაშანგი იგივე სიფილისი, როდესაც აქვს ადამიანს, ანუ უბრალოდ არ დაუშვებს არავინ ამას, რომ მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეების დროს შეიძლება ეს იყოს პრობლემა. ან თუ ფსიქიკასთან დაკავშირებით რყევები აქვს, პირველ რიგში არ იფიქრებენ ოჯახში, რომ შეიძლება ეს მდგომარეობა. თქვენ ახსენეთ აორტის ანევრიზმა. აქ ხომ საერთოდ წარმოუდგენელია, სად აორტა, სად ანევრიზმა ეს დიაგნოზი და სად სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. არადა პირდაპირი კავშირი დადგენილია. ზუსტად ეს არის საქმე, რომ ეს დაავადებები გაერთიანებულია ერთი ქოლგის ქვეშ, არა იმიტომ, რომ აზიანებენ სქესობრივ სფეროს, არამედ იმიტომ, რომ გადადიან სქესობრივი გზით. ანუ გადაცემის გზა წამყვანი ამ კლასიფიკაციაში, თორე სპიტალის პიროხედა, ანუ ბაქტერია, რომელიც იწვევს სიფილისს, საერთოდ არ ეხება სქესობრივ სფეროს. რაც არ უნდა ასე ვთქვათ, გართულდეს ფორმა, ის აზიანებს პირველ რიგში სიზარრობს, სწორედაც სიზარრობს. ასწორებია აორტის ანევრიზმა ძალიან ხშირად იყო. ეხლა ნაკლებია, მაგრამ მაინც გვხვდება. და წარმოიდგინეთ, როცა შეიძლება რომ სრულად რაღაცა ყველაზე იაფასიანი მედიკამენტით, ერთჯერადი ინიექციით ეს თავიდან აგვეცილებინა, შეიძლება ეხაც კი სიკვდილის მიზეზი იყოს. იგივე როდესაც ნერვული სისტემა ზიანდება და აქაც უკვე ნერვული უჯრედი კვდება, მისი აღდგენა არ ხდება. ჩვენ ყველა სტადიაზე სპიროხეტას მოვკლავთ, მაგრამ ზიანს უკან ვერ დავაბრუნეთ. ანუ ის რაც გააფუჭა, თუ აორტა აშერებებულია და ის არის ქირურგიული ჩარევა, საჭირო რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკი რას გვიზარს და აი ეს არის საქმე, რომ ეს დაავადებები სქესობრივ სფეროს ყველა არ ეხება. უბრალოდ სქესობრივ გზით გადადის, ამიტომ გაერთიანდა ეს. თუ მშვიდია, თუ ასეთი ვერაგია, თუ ასეთი უხმო და ჩუმია, მაშინ როგორ უნდა მოხვდეს ადამიანი სამედიცინო კვლევაზე, როგორ უნდა მიაგნოს პრობლემა? აი, თქვენ ძალიან საინტერესო საკითხს ეხებით. აი, ეს არის მთავარი, რომ როგორ ვაიძულოთ ადამიანს, რომ მოვიდეს. ეხლა არ შეიძლება ქუჩაში დადგე და მოუწოდო გინდათ რომ ყველა მოდი. არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს? პირველ რიგში ადამიანმა იცის, რამდენი სქესობრივი პარტნიორი ყავს. ზუსტად ჩვენი გადაცემას არ ემსახურება. თუ ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ყავს, 2, 3 და ასე შემდეგ. ან საეჭვო თუნდაც ერთი. თუნდაც აი ესეთი ერთი იყო, მაგრამ ვიღაცა უცნობი, რომელთანაც არც კონტაქტი იქნა და არც იცი ვინ იყო. არ დაელოდო არაფრის გამოვლინებას მიმართე ექიმს. ჯობია, ასე ვთქვათ, ტყუილად გამოდგეს, მაგრამ ტყუილი არ არის, ძალიან კაი მცდელობა იქნება, რომ მიხვიდეთ ექიმთან და ჩაიტაროთ გამოკვლევა, ვიდრე შემდეგ ელოდოთ წლები, როცა ის გართულდება. და მიიღო დაგვიანებული შედეგი. რა თქმა უნდა და ეს ერთი რო თვითონ იცის ადამიანმა. მეორე მომენტი არის, რომ რისკ ჯგუფებია. რომელიც აი მოზარდები რისკ ჯგუფებში შედიან, იმიტომ რომ რაც უფრო ახალგაზრდადაა, მით მეტი მოთხოვნება აქვს, რომ კონდეს სხვა ადამიანთან სექსი. არიან ესეთი რისკ ჯგუფებში შედიან აგრეთვე ორსული ქალები, იმიტომ რომ ამ დროს საიშურება რომ ბავშვს გართულებები და რამე გამოულინდეს დაავადება, რომლითაც ვერ დავიცავ შემდგომში. ანუ თანდაყოლილი პრობლემები. ამიტომ პირველივე ვიზიტის დროს შიდზე, სიფილისზე, ჰეპატიტ B-ზე და C-ზე ეს შედის უკვე რუტინული კვლევა ყველა ორსულის. არ ვეკითხებით მას ყავდა თუ რა პარტნიორები ბევრი და ასე შემდეგ. აი ესეთი როგორც სავალდებულო და აგრეთვე რისკ ჯგუფებში შედიან მეძავეები, არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირები და ასე შემდეგ, ვისაც აქვს ბევრი კონტაქტი, რომ ისინი მოგზაურებიც შედიან ამ მოგზაურებიც რისკ ჯგუფებში შედიან და ამიტომ თვითონ უნდა იაქტიურონ, ასე ვთქვათ და მოგვართონ. და განათლება გამოიყენონ თავდასაცავად. აი ესეც განათლების სხვათაშორის ძალიან კარგი ვიდეო რჩება უსაფრთხო მგზავრობისთვის. ის საერთოდ არ უკავშირდება სქესობრივ ურთიერთობას, მაგრამ უკავშირდება რამდენიმე ძალიან მარტივად შესასრულებელ წესს, რომელიც ჩვენ გვიცავს უამრავი რისკისგან, რომელიც შეიძლება თავს დაგვატყდეს მოგზაურობის დროს. უსაფრთხო მგზავრობის წესები. თუ ავტომობილით მგზავრობას გეგმავთ, წინაღამით კარგად გამოიწინეთ. მით უფრო თუ თქვენ გიწევთ საჭესთან ჯდომა. არ გაემგზავროთ მშიერი ან ზედმეტად დანაყრებული. მიირთვით თერმულად დამუშავებული, ადვილად შესათვისებელი საკვების საშუალოდ, საათნახევრით ადრე. ისარგებლეთ საპირფარეშოთი, აუცილებლად დაცალეთ შარდის ბუშტი. სამგზავროდ შეარჩიეთ თავისუფალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. უარი თქვით მჭიდრო სამოს და მოჭერილ წინდებზე. გამგზავრებამდე დარწმუნდით, რომ მანქანა გამართულია. გასარეცხად არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის და ძლიერი ქიმიური შემადგენლობის ჰიგიენური საშუალებები. ბავშვები წინ არ დასვათ.
მხოლოდ უკან, უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ და აუცილებლად სპეციალურ სავარძელში. შეიკარით უსაფრთხოების ღვედი. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის გარემოს ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსი ცელსიუსია. მაქსიმუმ 23. თუ რომელიმე მგზავრს ალერგია აქვს, უმჯობესია ბოლომდე აწიოთ ფანჯრების მინები. გზავრობისას არ დაელოდოთ წყურვილს. პირიქით, დაასწარით და დალიეთ წყალი. დაუშვებელია ჭამასმა მოძრავ ავტომობილში, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უცხო სხეული სასუნთქ გზებში. თუ მანქანის სალონში მწერი შემოფრინდა, ჩამოუშვით ფანჯრის მინა ან გაჩერდით. გააღეთ კარი და გზა განაგრძეთ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მწერი გაფრინდა. პერიოდულად გააჩერეთ მანქანა და ფეხით გაიარეთ. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. უსაფრთხო მგზავრობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოგზაურობა და სქესობრივი ცხოვრება, მოგზაურობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები განსაკუთრებით აქტუალური კავშირი აღმოჩნდა თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გლობალიზაციამ ადამიანების კულტურული ურთიერთგაზიარება აქცია ძალიან გრძელ ნუსხად და აი ამ ჩამონათვალში არის როგორც გადაცემის დასაწყისში გითხარით კულინარიული საიდუმლოებათა და ვთქვათ ტრადიციათა გაზიარებაც არის ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება და გაცნობაც და არის პარტნიორების გაცნობაც, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები, რაც საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების აზრით განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ჯანმრთელობისათვის და რამდენიმე გავრცელებული კითხვა, რომელიც უნდა დაგისვათ ბატონ ვახტანგ. არის როდესაც ჩვენ საუბრობთ პრობლემაზე, სამედიცინო პრობლემაზე, გამოცდილება თვითმკურნალობისა იმ ადამიანების ჩართულობით, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს, ვისაც ეჭვი თქვენზე ადრე გაუჩნდათ, თქვათ, იმ ადამიანზე ადრე გაუჩნდათ, იმ ახალგაზრდაზე ადრე გაუჩნდათ, ვისაც ეს ამბავი თავს დაატყდა და უთხრა, რომ იცი რა, მე შემიძლია გაგიზიარო ჩემი გამოცდილება და აი ასე მოვიქეცე. რა რისკი აქვს, მოდით მოკლედ რომ გავახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, რა რისკი ახლავს თვითმკურნალობას ასეთ შემთხვევაში და ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის გარეშე მედიკამენტების გამოყენება. რისკი არის ის, რომ ნებისმიერი თვითმკურნალობა, თუნდაც არაადეკვატური, რომელიც არ არის საკმარისი, რომ მოუკლად გამომწვევი, არის ვიზუალურად ეფექტური. ანუ დაავადება გადაყავს აქტიური ფაზიდან ფარულში. რაღაც დისკომფორტი რომ მქონდა მოეცნა. ანუ დისკომფორტი ქონდა, წვა ქონდა თუ გამონაყარი თუ რა, ეს ალაგდება თუნდაც არაადეკვატური მკურნალობის ფონზე. შესაბამისად, ადამიანი წყნარდება, თulis რომ ის გამოჯამრთელდა და აგრძელებს ცხოვრებას. და ამ დროს ზუსტად არის ისევ ის აქტიური ფორმა გადავიდა ფარულში, ის არის უკვე მატარებელი ინფექციის და ის ავრცელებს ინფექციას ერთი და მეორე მას განუვითარდება უკვე მოგვიანებითი გართულებები, რომელიც საკმაოდ ძნელია სამართავად. ასე რომ ჯობია არაფერი არ მიიღოთ, ვიდრე ასეთი თვითნებური მკურნალობა. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის თემა, რომელსაც თქვენ საუბრის დასაწყისში შეეხეთ, მაგრამ როგორც წესი ამ პრობლემის წინაშე ადამიანები მხოლოდ მაშინ აღმოჩნდებიან ხოლმე, როცა გადაწყვეტენ შვილოსნობას და ძნელად გასახსენებელია იმ წუთებში ადრეულ ახალგაზრდობაში რაღაც დისკომფორტი რომ მქონდა ახალგაზრდას. შეიძლება ვერც კი დაუკავშიროს ერთმანეთს. რეპროდუქციული სისტემა და შვილოსნობა ყველაზე ხშირად რომელი დაავადების დროს, სქესობრივი გზით გადამდები, რომელი დაავადების დროს ზარალდება ხოლმე. საკმაოდ ბევრი, თუნდაც იგივე ჩვეულებრივი გონორიათ, რომელიც თითქოს ძალიან ადვილად იმკურნება, როცა ვითარდება აღმავალი ინფექციები, შეხორცებები და ასე შემდეგ. ხლამიდიური ინფექციები და ეს ქალებშიც და კაცებშიც. ქალებში და კაცებშიც. აი უფრო სტატისტიკურად სანდოციფრი ვთქვა, უშვილო წყვილთა 40%-ზე მეც აღმოაჩნდა რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. ძალიან მაღალი. ანუ ვინც კი მიმართა რეპროდუქტორს, ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემი, საქართველოს მონაცემი არ არის. უკვე უშვილო წყვილთა, რომელიც მივიდნენ რეპროდუქტორთან, იქ 40%-ს აღმოაჩნდა რომელიმე ინფექცია, რომელიც იყო ამ უშვილობის მიზეზი. ეს ძალიან დიდი ციფრია. შესაბამისად, ესეთი გართულებაც ეს არა მარტო როგორც ვთქვით ნერვული სისტემა და ასე გულსიძარღვი სისტემა, არამედ რეპროდუქციული სისტემაც ზარალდება საკმაოდ ცუდად და ვლინდება უკვე გართულების ხარჯზე.
რომელიც შეიძლება გამითადა ზუსტად თვითმკურნალობის გამო, ან დროულად არა ჩატარებული გამოკვლევის გამო და უკვე შედეგებთან ბრძოლა რა თქმა უნდა გაცილებით რთულია, ვიდრე ახალი ფორმის რჩენა. და ამ თემაზე სირცხვილი და უხერხული არ არის შვილებთან საუბარი, იმიტომ რომ აი რაზედაც ბატონი ვახტანგი საუბრობდა, 18 წლის ახალგაზრდას შეიძლება არ ეფიქრება იმ წუთას საკუთარი შვილოსნობის და რეპროდუქციული ფუნქცია და ბევრად უფრო გატაცებულია თავისი აქტიური სქესობრივი ცხოვრებით, მაგრამ ჩვენი უფროსების მშობლების წინდახედულებად შეიძლება ძალიან დაეხმაროთ ამ თემაზე საუბრით, როდესაც ისინი მომავალში გადაიხედავენ და საკუთარი მომავლისთვის დაფიქრებენ. მაყურებელს აქვს თქვენთან პირადად შეკითხვა. დილა მშვიდობისა, გისმენთ? დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. მარიე ქიმო, მოგესალმებით თქვენ სტუმარს. ეხლა ესეთი შეკითხვა მაქვს, ძალიან მოკლედ მინდა დავსვა ეს შეკითხვა. ადამიანი როცა ახლა კი ასაცია, მაგრამ ახალგაზრდობაში არ ქონია გადატანილი ინფექციური ეს რაღაც ვენერიული დაავადებები და ოპერაციები რო ჩაიტარა გამოკვლევების შედეგად დაუდგინდებოდა სუსტი სიფილის, ახლა ზუსტად ვერ ვაფიქრებდა. ეს რას ნიშნავს? სიფილისი და თან უთხრეს ექიმმა, დიდ რამეს არ ნიშნავს, მაგრამ ორივე ოპერაციის გამოკვლევების შედეგად აი ესეთი ის რაღაც დაუფიქსირდა და რას ნიშნავს ხო ვერ მეტყვი. დიდი მადლობა. ძალიან კარგი კითხვა დასვით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი სპეციფიკური რეაქცია, რომელსაც მედიცინაში ვიყენებთ და ბატონი ვახტანგის პრაქტიკულ საქმიანობაში ეს ყველაზე ხშირად არის გამოყენებული. შეიძლება თუ არა ცრუ დადებითი იყოს ასეთი პასუხი, ანუ მაყურებლისათვის რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს რეაქციები, რომელიც მიგვანიშნებს ამ დაავადებაზე და ეს რეაქციები შეიძლება იყოს დადებითი, შეიძლება უარყოფითი და შეიძლება თუ არა რომ ეს დადებითი რეაქცია აღვიქვათ ცალსახად აუცილებლად და რამდენად ხშირად შეიძლება იყოს ცრუ დადებითი. კი ბატონო, ეს არის სოფლიოში აღიარებული მეთოდი, როგორც გითხარით, რისკ ჯგუფების გამოსავლენად, ერთ-ერთი რისკ ჯგუფში ჩათვლილი არის ის პირები, რომელიც იწმეთებენ რაიმე ქირურგიულ ჩარევას აპირებენ. მათაც უბრალდება კვლევა, როგორც თქვი, შიდზე, ჰეპატიტებზე და სიფილისზე მათ შორის. ეს კვლევა არ შეიძლება რუტინული და ძვირადღირებული ჩაუტარდეს ყველას, ამიტომ ტარდება სწრაფი მარტივი მეთოდით, რომელიც არის ძალიან გრძნობიარე. თუ ეს ამ მეთოდით უარყოფითია შედეგი, ანუ კარგი შედეგია, მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერი კარგად არის. მაგრამ დადებით შედეგი არ ნიშნავს დაავადებას. ეს ნიშნავს, რომ დაავადებაზე გამოკვლევა საჭირო. განაიმტო რომ ცუდად ჩატარდა, ესეთი სპეციფიკა ახასიათებს. მარტივი სწრაფი მეთოდია, რომელიც ანტისხეულების გამოვლენას ისახავს მისდად. თუ ეს აღმოჩნდა დადებითი, მე იგზავნება უკვე პროფილურ დაწესებულებაში, სადაც ტარდება ღრმა კვლევა და შეიძლება ან დადასტურდეს დიაგნოზი, ან უთხრათ, რომ ეს არაფერი არ იყო, ცრუ დადებითი მოგვცა და საშიშროებაც არაფერი არ იქნება. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე წეგან შეგნებულად გამოვიყენე პირველივე ფრაზაში ცრუ დადებითი, იმიტომ რომ შეიძლება შედეგი მართლაც ლაბორატორიულად დადებითია, მაგრამ როგორც ბატონმა ვახტანგმა ბრძანა, შემდგომი კვლევა ადასტურებს, რომ ეს იყო ცრუ დადებითი და ამისათვის საჭიროა. სინამდვილეში არ არის ადამიანი დაავადება არ აღმოჩნდა. მაგრამ ამისთვის გვჭირდება აუცილებლად ექიმის დასტური შესაბამისი კვლევების საფუძველზე. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ. რომბისთვის რასაკურველია ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ და იმედი მაქვს რომ ჩვენი ნათქვამი ყველა სიტყვა მივა ადრესატთან მაშინაც კი როდესაც ახალგაზრდები არ უსმენენ ასეთ ინფორმაციას ან არ შეისმენენ ასეთ ინფორმაციას ძალიან დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა ოჯახების პასუხისმგებლობა იმიტომ რომ შვილებს ვესაუბრებით ოჯახებში ჩვენ შვილებს ბევრად უფრო ადვილად მოვუძებნით გასაღებს და სიტყვებს რომლითაც უნდა მივმართოთ რომ მათი შესაბამისი რეაქცია და ქცევა განვაპირობოთ. ანუ გამოიწვიოს ამ ინფორმაციამ. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ დერმატოვენეროლოგი ბატონი ვახტანგ კვირკველია. მე ჯერ არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ წინ გველოდება კვებითი შუქნიშანი. კვებითი შუქნიშანი
და ჩვენი სათქმელის ასოციაცია ფერებთან ეს არის ჩვენი გადაცემის განუყოფელი სურათხატი, როდესაც მწვანე ნებადართვით, ყვითელი სიფრთხილით, წითელი შეზღუდვით, ძალიან იშვიათად აკრძალვით და მთავარი სათქმელით მომაქციო ყურადღება ცდილობს კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაცია კონკრეტულ ფერებს დაუკავშიროს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ასე უკეთ ვიმახსოვრებთ და მეხსიერების შესაბამის უჯრებში გადანახული ინფორმაცია შემდეგ უფრო ადვილად გამოსაყენებელია საჭიროების შემთხვევაში. როდესაც ჩვენ მოგზაურობაზე და რისკებზე ვსაუბრობთ, თქვენ გახსოვთ არაერთხელ, არაერთ წელს მისაუბრია ამის შესახებ და მე ვისარგებლებ შემთხვევით კიდევ ერთხელ გაგახსენებთ. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც ახლავს მოგზაურობას, ეს არის ადაპტაციის პრობლემა. ჩვენ გვჭირდება შეცვლილ გარემოსთან შეგუება და ამაში ახალი არაფერია ვეგუებით ახალ ტემპერატურას, ახალ კლიმატურ ფაქტორებს, ვეგუებით საკვებს, წყალს და ბევრ სხვა რამეს, რაც დაგხვდება იმ სივრცეში. რაც უფრო მოკლეა ეს პერიოდი ჩვენი ვიზიტისა, მით უფრო რთულია ადაპტაცია და მით უფრო მეტი სამარჯვე ჭირდება ორგანიზმს იმისათვის, რომ არ დააზარალოს ასეთმა რყევებმა. მეორე მხრივ, ნებისმიერი ცვლილება ორგანიზმში იწვევს გარკვეული ძალების მობილიზაციას და ეს შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის კარგი სტრესი, ანუ ეგრეთ წოდებული ეუსტრესი, რომელიც მამოძრავებელია და ჩვენს განვითარებას ემსახურება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ და დავიცვათ მთავარი პრინციპი, რომელიც გულისხმობს სულ ცოტა 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტის გამოყენებას. ანუ, როდესაც ჩვენ საუბრობთ უცხო გარემოში კვებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხილისა და ბოსტნეულის ჩართულობა, როგორც დღიური რაციონის ნახევარი, მარცვლეულ-ბურღულეულისა და ცილოვანი კომპონენტის დაწყვილება მნიშვნელოვანია ნებისმიერი კულინარიული ტრადიციის შესაბამისად და ეს შესაძლებელია. მაგრამ არის ერთი უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, თუნდაც არ ვიცავდეთ ასეთ თანაფარდობას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის წყალი და წყლის მოხმარება. განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები არიან, ბევრს დადიან ახალ სივრცეში, ადამიანები, რომლებიც მაგალითად უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში აღმოჩნდებიან, ადამიანები რომლებიც ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდებიან, ასეთ შემთხვევაში წყალზე გაზრდილი მოთხოვნილება სრულიად ბუნებრივია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მიკრობიომისა და მიკრობიოტას შენარჩუნება უცხო ქვეყანაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ ვცვლით კვებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად იცვლება ჩვენი მიკრობიომი და მიკრობიოტა და აი ამ თანაფარდობის შესანარჩუნებლად ფერმენტირებული პროდუქტების გამოყენება და ეს ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომია, არ არის აუცილებელი მაწვნის სახით. იოგურტის ტიპის პროდუქტები აქვს ყველა კულტურას ისტორიულად და მისი გამოყენება შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს რისკები, რომელიც უკავშირდება ღებინებას, გულისრევას, დიარეას და ასეთ დროს წყალზე გაზრდილი მოთხოვნილება არ გულისხმობს მარტო წყლით შევსებას, გულისხმობს წყლისა და მარილების დანაკარგს, მაგალითად ოფლის სახით, მით უფრო მაშინ, როდესაც პირნაღები მასა და დიარეა არსებობს და ასეთ დროს ჩვენ გაძლიერებული მოთხოვნილება შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ მინერალური წყლებით, მინერალურ წყალს. ამას ძალიან ხშირად ვიმეორებ ამ სეზონზე და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. აქვს შესაძლებლობა, რომ წყალის და ელექტროლიტების მოგვაწოდოს. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვეულებრივი სუფრის მარილის დამატება და ცოტა ტკბილი სიროფის დამატება შეიძლება იყოს იდეალური კომბინაცია, რომელიც საფთიაქო პროდუქტს თავის შემადგენლობით მიუახლოვდება. როდესაც საუბრობთ სიფრთხილეზე, ნებისმიერ ქვეყანაში ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით უნდა ვიყოთ ძალიან წინდახედულები. განსაკუთრებით თუ ასეთ ალკოჰოლურ სასმელს პირველად ვაგემოვნებთ და განსაკუთრებით უცხო ადამიანთა გარემოცვაში, იმიტომ რომ ალკოჰოლური თრობის ფონზე მე გიზიარებთ ამ შემთხვევაში მინესოტას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ კვლევას მსოფლიოში, როდესაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების გარდა სქესობრივი ძალადობის შემთხვევები იყო ძალიან მაღალი. ეს არის კვლევით დადასტურებული ფაქტი და გამოვიჩინოთ წინდახედულება. მლაშე, ტკბილი, ცხიმიანი პროდუქტები, რომ გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს, ეს ჩვენ ვიცით. ფრთხილად უნდა ვიყოთ დანამატებთან, იმიტომ რომ მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში, როგორც ჩვენ მარილს, სუფრის მარილს ვიყენებთ ხოლმე ზემოდან მოსაყრელად, ასე იყენებენ
ჩვენთვის უცნობ დანამატებს და ასეთ შემთხვევაში თუ არ ვიცით ჩვენი ინდივიდუალური რეაქცია ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეგზოტიკური პროდუქტების დაგემოვნება აქაც უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ ეგზოტიკური პროდუქტების სიმრავლე, სიუხვე ზოგჯერ ადამიანში სიხარბესაც აღზრავს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ფრთხილად დავაგემოვნოთ, დავაკვირდეთ სულ ცოტა სამდღიანი ინტერვალით და ერთბაშად ბევრი ეგზოტიკური პროდუქტი არ ჩართოთ რაოდენობაში, ბევრი არ მივირთვათ, მცირედი დავაგემოვნოთ. აუცილებლად ეხება ეს საკითხი ზღვის პროდუქტებს და მიაქციეთ ყურადღება განსაკუთრებით ისეთი სახეობის თევზს, რომელშიც შეიძლება ზღვის პროდუქტებს, რომელშიც შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით დარიშხანი ან ვერცხლისწყალი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი ზონები არსებობს დედამიწაზე და ეს გასათვალისწინებელია. და თუ ჩვენ ფეხით გვიწევს გადაადგილება მოგზაურობის დროს, ბევრი კულტურული კერის დათვალიერება, ავირჩიოთ საკვებისთვის და წყლისთვის კონტეინერები, რომელსაც ძალიან ადვილად შეველებით და რომელიც მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის და არა ხანგრძლივად შენახვისთვის. ხანგრძლივი შენახვისთვის განკუთვნილი არის სპეციალურად დამუშავებული პროდუქტები და ხანმოკლე გამოყენების პროდუქტები არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ. თუნდაც ჩვენ საკუთარ ჩანთაშიც კი, როდესაც მთელი დღის განმავლობაში გვიწევს გადაადგილება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ტრადიციულად ხვალამდე დაგემშვიდობებით და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ. საქართველოს ევროპაზეა, ისტორია დაიწერა.